დილამშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს 3 ივლისია, პარასკევი, ამ კვირის ბოლო სამუშაო დღე, თუმცა წინ არის ჯერ დილა და წინ არის დღე და შევეცდებით რომ საინტერესო წარიმართოს თქვენთვის 3 ივლისის დილა და ამაში რა თქმა უნდა დაგვეხმარებიან ჩვენი სტუმრები და ის თემები, რომელიც მოგიბზადეთ. სანამ თემებზე გადავიდოდეთ, მანამდე ერთად ნახოთ საეკლესიო კალენდარი, შევიტყოთ რომელ წმინდანებს იხსენიებს დღეს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია და დაგიბრუნდებით გადაცემის ანონსით. 3 ივლისს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მღვდელმოწამე მეთოდის, პატარელ ეპისკოპოსს, წმინდა მოწამეებს ინას, პინას და რიმას, წმინდა მოწამეებს არისტოკლეხუთს, დიმიტრი დიაკონს და ათანასე წიგნისმკითხველს, წმინდა ლევკიოს აღსარებელს, წმინდა მოწამეებს იოსტოს და დულას. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. გილოცავთ ყველას დღევანდელი წმინდანების სცენებას, ახლა კი გავაცნოთ ანონსი ჩვენს მაყურებელს, ჩვენი სტუმრების ვინაობა, გადაცემის თემები. პარასკევია და ტრადიციულად ჩვენ მოძღვართან ერთად განმარტავთ და ვისაუბრეთ სახარების იმ თავზე, რომელიც კვირას იქნება წაკითხული ყველა მოქმედ ტაძარში ღვთისმსახურებაზე, ხოლო სასაუბროდ შემოგვიერთება ზღუსუმაში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მექვაბიშვილი. გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ თბილისის სასულიერო აკადემიის სადოქტორო პროგრამის შესახებ. თემაზე სასაუბროდ კი შემოგვიერთდებიან გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი დეკანოზი ბიძინა გუნია და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, თეოლოგიის დოქტორი მღვდელი ცოტნე ჩხეიძე. 6 ივლისს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში გაიმართება კომპოზიტორ კახა ცაბაძის ავტორი კონცერტი, საღამოზე გაჟღერდება კახა ცაბაძის კამერულ-ინსტრუმენტული და ვოკალური ნაწარმოებები, ასევე ინსტრუმენტული ნაწარმოებები ორკესტრის თანხლებით. კონცერტის ორგანიზატორია საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი და თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთება თავად ამ კონცერტის მთავარი მასპინძელი და მთავარი გმირი კომპოზიტორი კახა ცაბაძე. ასეთი გახლავთ ჩვენ დღევანდელი გადაცემა, ახლა ვნახოთ ამის პროგნოზი, შევიტყოთ როგორი ამდია მოსალოდნელი დღეს თბილისსა და მთელ საქართველოში და დაგებრუნდებით მოძღვართან ერთად.
კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის პირველ სტუმარს, ღირსობაში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მექვაბიშვილი, დილამშვიდობისა მამა დავით, დაგულოცეთ მადლობა სტუმრობისთვის. დილამშვიდობის ღმერთი შეგვეციოს. პარასკევია და დღეს სახარების იმ თავზე იმ მუხლებზე უნდა ვისაუბროთ, რომელსაც მოვისმენთ უკვე კვირას წირვაზე. ყველა ვინც მივამოქმედ ტაძრებში, რომელი სახარება იკითხება, შინაარსი რომ გაგოცნოთ და შემდგომ მოვისმენთ განმარტება. დილამშვიდობის, გაიხარეთ, დიდი მადლობა. ყოველი კვირა დღეს არის აღდგომის ტოლფასი დღე და ბუნებრივია ამ დღეს ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გადავდოთ. მართლა ეხლა თუ კვდები და ვერ მიდიხარ ტაძარში და წირვაზე, ეს გასაგები მიზეზია და ეკლესია ლოცულობს ასევე სამართლიანი მიზეზების გამო, რომლებიც აკლდებიან ღვთისმსახურებას, ხოლო მივდივართ რა წირვაზე. ბუნებრივია მთავარი ცენტრალური საკითხავი ყოველთვის არის საკვირაო სახარება და ამ პერიოდში ეკლესია უფრო მათეს სახარებას მიყვება. წინა კვირას იყო მათეს სახარების მერვე თავის პირველი ნაწილი წაკითხული, ხოლო ეხლა კვირას იქნება მათეს მერვე თავის 28-ვე მუხლიდან იწყება, ბოლომდე იკითხება და მეცხრე თავის ბოლოდ ერთი მუხლი იკითხება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ ეკლესიამ ესე მერვე თავიდან მეცხრე თავზე გადაიყვანა საკითხავი, რომ უფრო გასაგები იყოს კონტექსტი და უფრო მეტი სახელმძღვანელო მივიღოთ ჩვენს ცხოვრებაში. ხა რა ხდება მოკლედ სახარებაში? ქრისტე მიდის გერგესეველთა მხარეში. მანამდე ქრისტე იყო კაპერნაუმში, გენესარეთის ზღვის გავლით ნავით მიდიან ასე 10 ქალაქი ესე იწოდებოდა, ზოგადი სახელი იყო, ხოლო ერთ-ერთი მხარე იყო გერგესას ადგილობრივი მხარე, სადაც უფალი კონკრეტულად ერთი ადამიანისთვის მიდის, რომელიც მთელი წყება ბოროტის სულების სამკვიდრებელი იყო. აღნიშნული ეპიზოდი, რაზე ჩვენ დღეს ვისაუბრებთ, სამ სახარებაში გვაქვს მოცემული, სამ სინოპტიკურ სახარებაში, რაც ნათლად წარმოაჩენს იმას, რომ მახარებლებს ეს მნიშვნელოვანი ეპიზოდი ყურადღების მიღმა არ დარჩათ და სამივემ შეიტანა თავის სახარებაში. განსხვავება მათეს სახარებაში ის არის, რომ მათესთან წარმოდგენილი ყავს ორი ბოროტ ეშმაკეული ადამიანი და როგორც ჩანს, ერთი არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, ხოლო მეორე შედარებით, ასე ვთქვათ, ამგვარი სიმძიმის მატარებელი არ არის და უფალი როგორც კი ხვდება მას, ესე იგი პიროვნება კი არ საუბრობს, არამედ მასში დაბუდებული ეს მთელი ლეგეონი წყება ბოროტის სულებისა და ესეთ რამეს ეტყვიან ქრისტეს, რომ რატომ მოხვედი ჩვენთან უწინარეს ჟამის და ტანჯვა ჩვენდა და რა საერთო გვაქვს ჩვენ შენთან. ბუნებრივია ბნელი და ნათელი ვერასდროს ვერ იქნებიან ერთად. ქრისტე ბელიართან, ასე ვთქვათ, როგორ შეიძლება ერთი არის ერთი მხარე, მეორე მხარე, კეთილი ძალა, ბოროტი ძალა და სწორედ ამას წარმოაჩენენ ეს ბოროტის სულები, რომლებიც ერთად არიან, ერთიანდებიან ადამიანთა სულების წარწმედის და ღმერთთან ურჩობის საქმეში, რითაც ძალიან ხშირად ჩვენ მაგალითიც უნდა ავიღოთ, ხომ ყველაფრისგან და ყველასგან შეიძლება რაღაცა ისწავლოთ და ხოთერს მამები ამბობენ, რომ ძალიან ხშირადო ბოროტებიც კი ვჯობიან ჩვენ, იმიტომ რომ ისინი ერთმანეთს არ ეჭუბებიან, არ ეკიშებიან, ერთად არიან და ერთი მიზნისთვის ერთიანდებიან და ჩვენ ადამიანები ძალიან ხშირად ერთმანეთს განვიკითხავთ, კლავთ და ვერ გავაგრძელოთ უსიყვარულობა უფრო და უფრო მატულობს გარემომცველ სამყაროში. და უფალი ეთქვის მას, აი მარკოზის სახარებაშია, ასე რომ უფალი ეთქვის რა არის სახელი შენიო და ეთქვის რომ ლეგეონ, რამე თუ მახარებელი დასენს, რომ მრავალი ბოროტი სული იყო მასში დამკვიდრებულიო და ჩვენ ვიცით, რომ ღმერთის დაშვების გარეშე არაფერი არ ხდება, არის ერთი ღმერთის ნება, მეორე არის ღმერთის დაშვება. და სახარების სხვა ადგილას უფალი ამბობს, რომ როდესაც ადამიანი ცხოვრობს ღვთისნიერად და ღვთისნიერი ცხოვრების წესს დაუტევებს, ამის შემდგომ ეს ადამიანი უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება და წავაო ის ბოროტის სული, რომელიც მანამდე მკვიდრობდა ადამიანში, სანამ დაიწყებდა სულიერ ცხოვრებას და სხვა კიდევ უფრო უბოროტეს სულს მოიყვანს და დამკვიდრდება ამ ადამიანში და იქმნის უკანასკნელი უძვირეს პირველისაო და
უფრო მეტად შეიძლება ამ მიმართულებით წავიყვანოთ ჩვენ თხრობა და განმარტება თუ რატომ აღმოჩნდა ეს ადამიანი ამგვარ მდგომარეობაში, რომ ესე იგი ჯაჭვებით კრავდნენ და ხეთქავდა ამ ჯაჭვებს, აფლავებზე ცხოვრობდა, ყველას ავნებდა ეს ეშმაკეული ძალა ქონდა, რომელთაც ავნებდა ადამიანებს და მასთან მიახლოვება არავის არ შეეძლო და ეს იყო გამოკვეთილად მცხოვრები ადამიანი, რომელიც გარიყული იყო მცხოვრებიდან და რა თქმა უნდა ის თავის თავს ვეღარ შველი და იყო კვეთებული. სხვათა შორის ძალიან პოპულარული გახდა ამ ბოლოს კვეთებულის ლოცვა, განსვენებული მამა აკაკი იყო ამისი, ასე ვთქვათ, ამსრულებელი და ჩვენ ხედავდით, რომ იქ ძალიან ხშირად, რა თქმა უნდა, ეხლა ძალიან ბევრ ადამიანს ბევრს არა, მაგრამ არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც ჭირდებათ ეს მსახურება და ეს ლოცვა, მაგრამ ისეთი ადამიანებიც მიდიოდნენ, რომელთაც რეალურად არ ჭირდებათ, იმიტომ რომ შენ უნდა ილოცო, ახსარება ჩააბარო, სახარება იკითხო და ამ ყველაფრის გაკეთების უნარი გაქვს შენ, უბრალოდ მოინდომე და გააკეთე. აი ეს ნამდვილად კვეთებული იყო ეს სახარებაში მოხსენებული პიროვნება, რომელიც როგორც ვთქვით, აი ვერაფერს ვეღარ აკეთებდა, უკვე მთლიანად იყო გარემოცული ბოროტის მიერ და როდესაც ის საუბრობდა, თვითონ კი არ საუბრობდა, არამედ მასში დაბუდებული ეს ბოროტი და უფალმა, ესე იგი, უფალს ხომ ყველა უყვარს, უფალი ხომ ყველაზე ზრუნავს და ცოტა გაუგებარია ხა რაც უფალმა გააკეთა, ხომ ჩვენი გაგებით, რომ ესე იგი არის კაპერნაუმში უამრავი ხალხის გარემოცვაში, ძირითადად, რა თქმა უნდა, მისი გარემოცვა სიყვარულს გამოხატავდა მის მიმართ და უფალი ტოვებს ამ გარემოცვას, მიდის, ესე იგი, შედის გენესარეთის ზღვაში, სადაც იქ არიშხალი ამოვარდება და ნუ ძალკე ისტორია. მოდის და აქ ხვდება ამ ადამიანს, გარკვეული მერე გაგრძელება მოყვება ამას, რასაც ჩვენ ვისაუბრებთ და მერე ისევ ბრუნდება თავის ქალაქშიო, წერს მახარებელი კაპერნაუმში და უფალი ტოვებს იმ 99 ზღვარს და მიდის ერთი ზღვრის მოსაძიებლად, როგორც ამბობს, ესეთი ადამიანები არიან აბრაამის შვილები, რომლებიც შეკრული არიან ბოროტის სულების მიერ და უფლის უპირველესი მოვალეობა არის, რა თქმა უნდა, ზრუნვა მათ გამოხსნაზე. და იქვე იყო მახარებელი ბრძანებს ღორების კოლტი ზოვარი და აქ ჩვენ უკვე გვაქვს უბადრუკი და საწყალობელი ვედრება ბოროტის სულებისა ქრისტეს მიმართ და ევედრებოდეს ეს ბოროტის სულები ქრისტეს, რომ უკვე თუ განგვასხამ ჩვენ გვიბრძანა რომ შევიდეთ აი ამ ღორებშიო და უფალმაც მისცა მათ ნებართვა. მოდი ესე ვთქვათ, შეისმინა მათი უბადრუკი და საწყალობელი ვედრების და ნება მისცა რომ შესულიყვნენ ღორებში და მეხსეულად ეს ღორები აირივნენ, აიშალნენ, კბოდე იყო, კლდე გადაიჩეხნენ კლდეში და ტბაში დაიხრჩნენ. და უფალმა მამები ამბობენ, რომ იმიტომ მისცა ბოროტსულებს ღორებში შესვლის უფლება, რომ ნათლად დასანახი ყოფილიყო ყველასთვის. თუ ისე იგი რა აქვთ მათ ჩანაფიქრს, თუ კი ღორებს ესეთი, ასე ვთქვათ, რამ დააწიეს, რომ ისე იგი მოსყვიდეს და მოკლეს ყველა, ბოლომდე რომ მიიღონ ნებართვა ღვთისაგან დაშვება ჩვენზე, გაგვანადგურებენ, მათი მიზანი სწორედ ეს არის, რომ ჩვენ როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად გაგვანადგურონ და თან აი ეს 10 ქალაქის რეგიონი, სადაც უფალი იმყოფებოდა ამ პერიოდში, ну, ესე პოლიტიკურად და სულიერად უკვე თითქმის აღარ წარმოადგენდა ისრაელის, ესე ვთქვათ, გამგებლობის ტერიტორიას, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ისტორიული მიწა-წყალი, რაც არის იგივე დავით მეფის დროს, სოლომონის დროს, რაც შედიოდა ისრაელის სამფლობელოში, უფალიც ესე თulis, რომ ეს ისრაელის ტერიტორია მიდის იქ და ესე იგი იქ აღასრულებს უფალი აი ამ კურნებას. ეხლა კიდევ ერთი საგულისხმო რამ, რაც არის, ესე იგი, რასაც ამბობენ მამები, რომ ესე იგი ეს თვალსაჩინო იყოს ყველასთვის ეს ქმედება და ეს ეპიზოდი, გამოდიან რა ეს ბოროტის სულები ამ ადამიანები შედიან ღორებში, მერე იქვე იყვნენ მწყემსები, რომლებიც აკვირდებოდნენ ამ პროცესებს, ესენი უბრალოდ მწყემსები იყვნენ, მიდიან ისინი ადგილობრივ ცხოვრებლებთან და იწყებენ აი ამ ინფორმაციის გავრცელებას, რომ მოვიდა ნუ რაღაც პიროვნება, რომელმაც ესე იგი ეშმაკეული ადამიანი გაათავისუფლა ბოროტის მძლავრებისაგან
და მთელი ქალაქი, მთელი სოფელი გამოვიდა ქრისტესთან შესახვედრად და ეს ისე იგი რომ დაინახეს რომ ერთის მხრივ აქეთ მჯდომარე ადამიანი გონიერი შემოსილი, ხოლო მეორეს მხრივ მათი მთავარი სარეწავი რაც იყო ხორების ეს ბიზნესი და ესე იგი მათ ებრაული რჯულის მიხედვით არ შეეძლოთ ხორების ყოლა, ამაზე მინდოდა ძალიან საუბარი. რომ ამის გამოც დაუშვა უფალმა ღორების დაღუპვა, რომ ერთგვარად მოსეს რჯულის დარღვევა იყო, კი წარმართული ტომებით იყო დასახლებული ეს რეგიონი, მაგრამ მაინც ცხოვრობდნენ ებრაელები და გარკვეული სტომა ჰქონდათ მოსეს რჯულზე, მაგრამ მთლიანად იყვნენ გამიწიერებულები ეს ადამიანები და ერთადერთი რაც მათ ჰქონდათ საზრუნავი ეს იყო მატერიალური კეთილდღეობა, ჭამასმა და დავიწყებული ქონდათ სულიერი ღირებულებები და ამიტომაც გარკვეულწილად არჩევანის წინაშე აყენებს ამ ადამიანებს უფალი რომ აი დაინახონ ერთის მხრივ ადამიანი რომელიც დიდად იტანჯებოდა და ბოროტის სულების სამკვდრებელი იყო, ხოლო მეორეს მხრივ აქეთ აი ეს ხორები და აი აქ ჩვენ ხვდება, ესე იგი მეორე უბადრუკი ლოცვა პირველ შემთხვევაში ჩვენ ეშმაკების უბადრუკი ვედრება წარმოვთქვით, თუმცა ისინი ნებართვას იღებენ ქრისტესგან რომ ხორებში შევიდნენ და მათ ხორებში შესვლის უფლებაც არ აქვთ ღვთის დაშვების გარეშე, სხვათა შორის ნათლობის ლოცვაში არის ეს ჩართული, როდესაც ჩვენ ნათლავთ ადამიანებს, რომელთაც რწმენა აქვთ და უნდათ რომ ქრისტიანები გახდნენ და ეს პირდაპირ შეფუცებები მიმართული არის ადამიანში დაბუდებული ყოველგვარი ბოროტი ძალისკენ და ესეთი სიტყვები ითქმის რომ აი ღორებში შესვლის უფლებაც არ გაქვთ თქვენ ღვთის დაშვების გარეშე და ღვთელი პირდაპირ ესე შეფუცებას აკეთებს და ქრისტეს სახელით უბრძანებს ადამიანში დაბუდებულ ბოროტებას რომ გავიდეს მისგან და წარვიდეს უკაცრიელ ადგილას და ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ ადამიანები წარმოგვიდგებიან უბადრუკად მლოცველები, მათ ვერ დაიტიეს მატერიალური სარალი და ქრისტეს ევედრებიან რომ წარვიდეს მათი საზღვრებიდან და ძალიან ხშირად შეიძლება პარალელი გავავლოთ ჩვენს თანამედროვე ცხოვრებასთან ადამიანებმა დაიწყეს ეკლესიური ცხოვრება და ნუ რაღაც მატერიალური სარალი განიცადეს ახლობელი ადამიანი გარდაეცვალათ და ამის შემდგომ შეწყვიტეს სულიერი ცხოვრება ამას წინათ ერთ-ერთმა ადამიანმა რამდენიმე ჯვარი მომცა ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს დაცვაში და ხა კლინიკაში ძალიან ისეთი ხო ადამიანები არიან რომლებიც ხშირად სიკვდილის სიცოცხლის პირას არიან და ბევრი ადამიანის გარდაცვალება ხდება სამწუხარო დღეს ბევრი მიზეზი არსებობს ამისთვის და ჩვენ ძალიან ხშირად კონკრეტული სათხოვარი გვაქვს ღვთის მიმართ რომ ადამიანს თქვათ შეუნარჩუნდეს ფიზიკური სიცოცხლე მაგრამ ღმერთისთვის მთავარი არის რომ ადამიანი სულიერად გადარჩეს და ის ფიზიკური სიცოცხლეც საყოველთაო აღდგომის ჟამს ბუნებრივია, სადაც სული იქნება, სხეულიც იქ იქნება და ხშირად არ ხდება ჩვენი ლოცვის შესმენა და ადამიანები ყვდებიან, ფიზიკურ სიკვდილს განიცდიან და ამ დროს ძალიან ხშირია შემთხვევა, რომ ბრკოლდებიან ადამიანები ღმერთზე და ჯვარს იხსნიან გულიდან და ეს რა თქმა უნდა არასწორი არის. ღმერთს ძალიან უყვარვართ და ყველაფერი რაც ხდება ჩვენი სულიერი სარგებლობისთვის ხდება და ღმერთს მაშინ მიყავს ადამიანი, როცა ის ყველაზე მეტად მზად არის და ბუნებრივია ჩვენ გაგებით უნდა მოვეკიდოთ აი ამ ყოველივეს და უნდა დავიჯეროთ რომ ღმერთს ძალიან უყვარვართ. ეხლა რაც შეეხება აი ამ მოვლენის გაგრძელებას, რომ ისე იგი უფალს ეუბნებიან რომ წადი ჩვენი საზღვრებიდან და უფალიც არ ძალმომრეობს ჩვენს თავისუფალნებაზე ამ მომენტში მე როცა არ ვარ მზად ღმერთის მისაღებად და ღმერთს ვარს ვეუბნები მე არ მინდა სულიერი, მინდა მატერიალური მიწიერი მშვიდობა, მინდა მატერიალური კეთილდღეობა, მინდა ანუ ღმერთისგან მოცემული სიკეთეები მინდა, მაგრამ ღმერთი არ მინდა, ღმერთს ვარს ვეუბნები, ღმერთი უკვე აღარ შემოდის ძალით ჩემს გულში, ჩემს სახლში, ჩემს ქალაქში, ჯდება ნავში და მიდის სხვა მიმართულებით. თუმცა აუცილებლად უნდა ვთქვათ ის, რომ უფალი არასდროს არ წყვეტს ჩვენს მსრუნველობას და მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ სიტუაციაში ადამიანი ვარსნამობს ღმერთთან ურთიერთობაზე, გარკვეული პერიოდის შემდეგ, აი აღნიშნული რეგიონის შემთხვევაში ჩვენ დავინახავთ, რომ ისინი მაინც შემოტრიალდებიან ქრისტესკენ. მარკოსის ახარებაში გვაქვს ჩვენ ეპიზოდი
სადაც უფალი გარკვეული პერიოდის შემდეგ მიდის ისევ 10 ქალაქის ტერიტორიაზე, სადაც უკვე მას იცნობენ როგორც ადამიანთა სულებზე და ჯანმრთელობაზე ზრუნველ პიროვნებად და მასთან მიყავთ ყრომუნჯი ადამიანი და მას უფალი განკურნავს და ამის შემდგომ ისე იგი მრავალი ადამიანი გაყვება ქრისტეს მარკოზის სახარებაში არის ეს ყველაფერი მოცემული და 3 დღის განმავლობაში ისინი ისმენენ მის გადაგებას და ამას მოყვება უდიდესი სასწაული უფალი იტყვის რომ 3 დღე არის ისინი მელიან მე არაფერი არ აქვთ რომ ჭამონ განტევება იმათი უზმათაი არ ამნებავს და 7 პურით 7 თევზით და 2 პურით უბრალოდ 7 პურით და 2 თევზით უფალი აღასრულებს უდიდეს სასწაულს 4000 ადამიანს დააპურებს და კიდევ დარჩება 7-ის ფვირიდი კალათი ისე კი საოცრითა წარმოჩნდა ის რომ იმ მომენტში ესე იგი ვერ მიიღეს მაგრამ შემდგომში უფალი ბრუნდება და ისინი ღებულობენ და კიდევ ერთი რამ არის აქ აი ეს განკურნებული ადამიანი გათავისუფლებული ესე იგი ბოროტის სლავრებისაგან რა თქმა უნდა გადაწყვიტავს რომ გაყვეს ქრისტეს ითხოვს მისგან ნებართვას რომ მასთან ერთად გააგრძელოს მოძრაობა მაგრამ უფალი ეტყვის მას რომ წადი და დაიწყე ქადაგება შენიანებში ესე იგი მათ ხომ ვარ ითქვეს გერგესეველებმა უფლის მიღებაზე მაგრამ ეს ადამიანი რჩებოდა ცოცხალ მაგალითად თუ როგორ უყვარს უფალს კონკრეტულად ადამიანი და უფალი ნაკლებად ზრუნავს ჩვენს სიმდიდრეზე მატერიალურზე პირიქით ძალიან ხშირად უფალი გვაშორებს იმ მატერიალურს რომ ჩვენ სულიერად გამოფხიზლდეთ და ამანაც განაპირობა ის რომ აი შემდგომში უკვე აგენ მრავალი მიმდევარი შეიძინა ქრისტემ მათგლობრივ მხარეში ასე რომ აი ეს ესე იგი უფლის კი და უფლის არაც ყოველთვის ადამიანთა სულების აღორძინებისთვის და სულიერი ფერისვალებისთვის არის ყოველთვის ღვთისგან მოცემული და ღვთისგან დაშვებული და მადლობა ღმერთს რომ ესე ზრუნავს ჩვენზე ჩვენც ალბათ ძალიან ხშირად ჩვენი არასწორი ცხოვრების შედეგად ვაძლევთ ბოროტს რომ შემოვიდეს ჩვენში და ეს ბოროტი ჩვევები ძალიან ხელი შემშლელი არის ჩვენთვის სულიერ ცხოვრებაში და ერთადერთი ვინ ჩვენ გვიშველის და ვინც გაგვათავისუფლებს არის ქრისტე თავისი მადლით მისი ძალა და ძალიან ხშირად უნდა ვილოცოთ და შევევედროთ ქრისტეს რომ გამწმინდოს და სული წმინდის მადლი მოგმადლოს რომ გავაგრძელოთ ესე ცხოვრება. მამა დავით, თქვენ რამდენჯერმე გააკეთეთ აქცენტი რომ ღვთის დაშვების გარეშე არაფერი ხდება. და აქ ესეთი მომენტი ხდება, რაც განსამარტი ალბათ და როგორ განმარტავენ წმინდა მამები, როდესაც ეშმაკები ევედრებიან რომ ღორებში მაინც შეგვიშვი და მაცხოვარი აძლევს უფლებას რომ ღორებში შევიდეს და ეს ღორები დაიღუპება, რის გამოც სოფლის მაცხოვრებლები ეუბნებიან რომ გავგვშორდით წადი. ნუ აქ კიდე სხვა თემაა რომ ესე იგი ვერ ხედავენ ასეთ მნიშვნელოვან რამეს და ღორების გამო. რატომ თითქოს და ეთანხმება და თითქოს აძლევს საშუალებას ეშმაკს რომ მისი ნება მაინც ასრულდა და წარწმუნდოს ღორები. რატომ აძლევს ამის უფლებას? აი რომ წარმოჩენილიყო ნაცვლად რომ აი ესეთი ასე თქვათ ბოროტები არიან ეს ბოროტის სულები და ღორებს დაღუპვაზე არიან ორიენტირებულნი და მაინც რაღაც დონეზე უნდა ვთქვათ ეს ხოთა შორის აი კიდევ ერთი რამ სიტყვა არის ეპიზოდი ბოროტის სულების სიტყვაში რომ უწინარეს ჟამის და მოხვედი აქა ტანჯვა ჩვენ და მათ ძალიან კარგად იციან რომ საყოველთაო განკითხვის ჟამს, როდესაც უკვე საბოლოოდ იქნება ზღვარგაყოფა სიკეთისა და ბოროტებისა, ქრისტესი და ბელიარისის, სინათლის და სიბნელის, მათ ელოდებათ მარადიული ტარტაროსი. თუ არ შეინანებენ და რა თქმა უნდა მათ მამები ამბობენ რომ არ სურთ და არ შეინანებენ. წინასწარმეტყველებას აკეთებენ მამები და სხვათა შორის ბიბლიიდან გამომდინარე რომ ისინი არ შეინანებენ და ნუ საბოლოო იქნება მათი წარწმენა. ეს სხვათა შორის ძალიან ხშირად კითხულობენ ამას რომ რა ეშველებათ. ეხლა ანუ ღმერთმა ხო შექმნა ეს კეთილი ანგელოზები, მოხდა ისეთი რამ ურჩობის გამო, თვითნებობის გამო, რომ არ მოინდომეს იერარქიაში მყოფობა, ისინი გამოვიდნენ ამ იერარქიული წყობიდან, როგორც ფსალმოში წერია, რომელთა განიშორნეს თავისთვის შენგან იგენი წარწმდენო და გადაიქცნენ ბორო ძალება და ღმერთს ხომ ისინიც უყვარს და ისინიც ებრალებად ეწყალება, მაგრამ ნუ არ ემორჩილებიან და ესეთი ცხოვრება აირჩიეს მათ, თვითნებური ცხოვრება და რა ეშველებათ მათ რომ ეს მარადიულ ტარტაროში და წვრიაში წავლენ და არ ვიცით, ნუ ბიბლიური მონაცემებით აღარ გრძელდება ეს თხრობა რა იქნება, მაგრამ
შესაძლოა ღმერთმა რაღაცა მოიმოქმედოს, გააკეთოს, როგორც ჩვენთვის მაგალითად მოვიდა და თავი გაწირა. იქ მოციქული ამბობს, რომ აბრაამის შვილებიდან დაიწყო ღმერთმა გადარჩენა, ვისაც უნდა გადარჩენა და რწმენა და ღმერთი განკაცდა, ღმერთი ადამიანის სახით მოვიდა და მომავალში რა იქნება არ ვიცით, მაგრამ ამ ეტაპზე ამ მონაცემებით ისინი არ შეინანებენ და მათთან თანამშრომლობა და მეგობრობა არ გამოდის და მათ ძალიან კარგად იციან, რომ ერთ კონკრეტულ ჟამს უკვე დამთავრდება მათი ეს თვითნებობა და მანამდე გარკვეული რაღაც უფლებები მათ მიცემული აქვთ. აი ეს კუც მაინც აკიცინებენ, ბოროტი შეკრულია, სიკვდილი დამარცხებულია, ეშმაკი დათრგუნილია, მაგრამ აი უფლებებს ღებულობენ გარკვეულწილად ღვთისგან ჩვენზე, რომ ჩვენ ვისწავლოთ რა, რომ სადაც არ არის სინათლე, იქ ჩნდება სიბნელე და ბოროტი ვერავნაირად ვერ დამკვირვდება ჩვენში, თუ ჩვენ ხშირად ვეზიარებით, თუ ჩვენ ყოველდღურად ვილოცებთ, ჩვენ არ მივცემთ უფლებას. ჩვენ არ მივცემთ უფლებას, თორემ რა თქმა უნდა, ღმერთის შვილები ვართ ყველანი და ღმერთს უნდა რომ თითოეული ჩვენთაგანი ვიყოთ მისი სამკვიდრებელი, ჩვენი გულები გახდეს ორი ბეთლემი ქრისტეს შობის და ჩვენში იყოს დამკვიდრებულად, მაგრამ ჩვენს თავისუფალ ნებაზე არის აბსოლუტურად ყველაფერი დამოკიდებული. მამადავით, იქ კიდევ ეს მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც ძალიან გარკვეულწილად აღნიშნა, რომ მოდიან სოფლის მაცხოვრებლები და ხედავენ ადამიანს, რომელიც განკურნებული, მანამდე იტანჯებოდა და საშინელ მდგომარეობაში იყო და წერია რომ ვერც კი ეკარებოდნენ და უცებ იმის გამო რომ ღორები დაიღუპდნენ, ნებობენ გავქშორდით და ვერ ხედავენ სასწაულს. გარკვეულწილად ჩვენ ცხოვრება მიემსგავსებით ხოლმე მათ, ოდესაც ჩვენ ღმერთს ვეუბნებით, რომ იცი რა, მე კარგად მაქვს ყველაფერი აწყობილი, ყველაფერი ისე მაქვს, როგორც მინდა, მოდი რა გავქშორდით, წადი, იმიტომ რომ შენი ცნებები ჩვენ არ გვაწყობს, იმიტომ რომ ეწინააღმდეგება იმას, რაც ჩვენ ვაკეთებთ. ხო არ ვემსგავსებით მათ? რა თქმა უნდა, ვემსგავსებით და ძალიან ცვალებადნი ვართ ჩვენ ისიც ვთქვით, რომ აი ამ ხარეში შემდგომში ბრუნდება ქრისტე და გარკვეული სახესრულება ხდება. მამები ამბობენ რომ განთიადიდანო წუხრამდეო წმინდა იქმნების კაციო შეიძლება დილით იყო ყველაზე მეტად ბინძური წოდებით მაგრამ ისეთი რაღაც ფერისვალება და სინანული აჩვენა რომ საღამოს უკვე შეიცვალო და ღვთისმიერი გახდა და პირველი შეხვიდა 60-ში როგორც ავაზაკი რომელმაც თელი ცხოვრება ისე გაატარა და ნამდვილად აი ადამიანებს რომელთაც არ უნდათ ცხოვრების შეცვლა სულიერი ფერისვალება ისინი ვარს ამბობენ ქრისტეს ესე არ არის ხომ თქვა უგუნურმაო გულსაშინათვის არ არის ღმერთიო ღმერთი რომ მეუნება შენ უარყავი შენი თავი და გამომყევი მე რო არ მინდა ჩემი თავის უარყოფა და მინდა ჩემს ნაჭუჭი ყოფნა და ეს ერთჯერადი მატერიალური გახსნადი სიამოვნებების მიღება იქნება ამ პარტაუნებით მიღებული სიამოვნება თუ ის აკვები თუ ეს რუშობა თუ კურდობა თუ რა ვიცი ყველაფერი ხო რაც თვითნებურია ადამიანს როცა არ უნდა ყველაფერი შეცვლა იტყვის რომ არ არსებობს ღმერთი მარტივია ხო და ადამიანი ვარს იტყვის ქრისტიანობაზე აუცილებლად. ხოლო ადამიანს რომელსაც უნდა ჭეშმარიტება, ის აუცილებლად მივა ჭეშმარიტებამდე და მე უკვე რომ მიხვალ ჭეშმარიტებამდე, ჭეშმარიტება გეუბნება, რომ თუ გინდა ჩემთან იყო, იცხოვრე ჩემი მცნებების მიხედვით და მე მოგცემ შენ ქრისტე გეუბნება, მოგცემ თქვენ სიცოცხლეს, მოგცემ ბედნიერებას და მარადულ სასუფეველს აგვითქვამ ჩვენ უფალი. და ყოველდღიურად ჩვენ გვაქვს გამოვლინებები, რა თქმა უნდა, როცა ჩვენ მომენტში გეუბნება რაღაც გული რომ ადექი და ილოცე და შენ არ ლოცულობ ხო ისე იგი შენ ამითი ეუბნები ქრისტეს რომ მოვიდა ქრისტე შენს გულთან დაგიკაკუნა როგორც დავითი წინასწარმეტყოლი ამბობს ეს ღმერთიდან ხდება ეს კეთილი ზრახვები როცა ადამიანს უჩნდება ღვთისმსახურების სურვილი და შენ ესე იგი რო არ იბრძოლებ რომ აი ამ ღვთის ხმას ხორჩესხმა მისე აზრი გეუბნება წადი ტაძარში დაესწარი ღვთისმსახურება ჩააბარე მიდი მოძღვართან ახსარება ჩააბარე ეზიარე აი თაროზე რომ გიდევს სახარება მიდი გადმოშალე წაიკითხე და შენ ამას უცებ რაღაც ტელეფონში რო შეხვალ ან ტელევიზორს ან რაღაცა მიწერ საქმეზე გადახვალ ალტერნატივას ეგრევე გამოგაძებინებს შენი დაცემული ბუნება აი ამ დროს ჩვენ ვარს ვეუბნებით ქრისტეს მაგრამ ქრისტე აგრძელებს თავის სიყვარულს თავის პედაგოგიკას და აგერ ავაზაკის კეთილგონიერი ავაზაკის შემთხვევაში რაც მოხდა დარწმუნებული ვარ მთელი თავის ცხოვრების განმავლობაში მისი დაბადებიდან უფალი მის გარშემო იყო და ყოველთვის ცდილობდა რომ ის მოექცია, მაგრამ თავის მიზანს უფალმა ბოლოში მაინც მიაღწია. ისეთი სიყვარული გამოავლინა ქრისტემ ჯვარზე რომ აი ამ ავაზაკის გულიც კი შეიცრა. აი ამ სიყვარულში მან ღმერთი დაინახა, რამე თუ ღმერთი სიყვარულია. ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე, გამომდინარე იქიდან რამდენად მივცემთ ჩვენს თავს იმის უფლებას, რომ ვიყოთ უფალთან. ამ თავისუფლება მოგვანიჭა უფალმა და ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ არასწორად გვესმის ხოლმე თუ რას ნიშნავს ეს თავისუფლება და ხშირ შემთხვევაში სწორედ წუხარების ჟამს მივაკითხავთ ხოლმე უფალს და მადლიერება გვავიწყდება, როდესაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენთან ერთად არის და ცდილობს რომ არ დავეცეთ. ამაზეც რომ ვისაუბროთ, მამა და დავით ორივე სიტყვით და
სრულად. ასევე ადამიანს აქვს რა თავისუფალი ნება ადამიანს ცდილობს რომ გამოიყენოს ბუნებრივი ეს თავისუფალი ნება და ამითი ადამიანობს ადამიანი და გარკვეული პერიოდის შემდეგ თუ რა თქმა უნდა ეს თავისუფალი ნება ეხა ღვთისგან არის მიმართული რაც მალე შეუდგება ადამიანი ქრისტეს მისთვის არის კარგი პავლე მოციქული ამბობს რომ ყოველთავე შესწოდესო და დაკლებული არიან დიდების ეგან ღვთისთავე ეს სოდვების არასწორი ესე იგი გზაზე მავალობა ისევ ჩვენთვის არის თუნდაც ჩვენ გვასვამს და ახსნას სადაც პირობითად ნოყოფილიყავით იქ ზევით მე და თუნდაც ამ ცხოვრებაში თანა მოდასე და თანა მოღვაწე წმინდანების ღვთისმშობლის შენ აკლდები ამ სულიერ მადლს და სულიერ ცხოვრებას მაგრამ ღმერთისთვის თავად ჩვენ გადავრჩეთ და ეხა იქ რომ შევალთ მე სასუფეველში ეხა იქ ვარსკვლავს როგორც მაწო ისე იქნება იქეთო პავლე მოციქული ამბობს და თავად გადავრჩეთ და აი ესე რომ ზოგის მოქცევა ხდება თქვათ ადრეულ ასაკში წმინდანების შემთხვევაში სალახშეთ იყო ბავშვობიდან ისინი შეუდგებოდნენ ქრისტეს მაგრამ ასევე წმინდანების შემთხვევაც გვაქვს ჩვენ რომ ისე იგი ისინი ბოლო პერიოდში უერთდებოდნენ ქრისტეს და ადამიანის თავისუფალი ნებიდან გამომდინარე რამდენადაც ის მიდრეკილია მორჩილებისკენ რბილი არის მისი ბუნება და მიმღები არის ყოველფრის რაც ღმერთიდან მოდის იმდენად მალე ხდება მისი მოქცევა თორე ღმერთისთვის უმარტივესია ყველაფერი შეუძლია წამერა დაგვაპროგრამოს ყველა მაგრამ ღმერთს უნდა რომ ჩვენ თავი შევიმეცნო და შევიგნოთ რა არის სიბოროტე და რა არის სიკეთე და რა არის ჯოჯოხეთი და რა არის ღმერთთან ყოფობა დიდი მადლობა მამა დავით ზღუსობაში მდებარე ყოველწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მეხვებიშვილი გვესაუბრებდა ერთად აღვოვნოთ უფლისადებელი ლოცვა და დაგვიბრუნდებით გადაცემის სხვა სტუმრებთან ერთად იდება მაღალთაში ნომერცა ამოუჩვენო რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყავ სახელი შენი მოვედინ სუფევა შენი იყავ ნება შენი ვითარცა ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან რამე თუ შენი არს სუფევა ძალი და დიდება მამისა დაძისა და წმინდისა სულისა აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ მიწყალემე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოება ჩემი უფროს განბანემე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე რამე თუ უჯულოება ჩემი მეუწყი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ რათა განმართლე სიტყვათაგან შენთან და ზლოს ჯასა შენსა რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე მას ხო მე უსუბითა და განწმინდე მე განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაინ ჩემნი ახოცე გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი
და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთ უმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთის არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. ვაგრძელებთ გადაცემას და ვაგრძელებთ თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის შესახებ საუბარს, ვინაიდან ახლა უკვე იწყება ახალი წელი, ბევრი შეიძლება დაინტერესებული იყოს, ან შეიძლება დაინტერესდეს და ამ შემთხვევაში ვისაუბროთ თბილისის სასულიერო აკადემიის სადოქტორო პროგრამის შესახებ, თემაზე სასაუბროთ ჩემოგვიერთდა გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თეოლოგიისა და გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი დეკანოზი ბიძინა გუნია დილაშვილებისა და ბიძინა როგორც აღნიშნეთ, ჩვენ ბოლო რამდენიმე დღე ვსაუბრობთ სემინარი აკადემიის შესახებ, ვინაიდან ახალი სასწავლო წელი იწყება, მისაღები გამოცდები იწყება. დღეს კერძო სადოქტორო მიმართულებაზე ვისაუბრებთ. მამა ბიძინა, რა საშუალებას, რა სივრცეს, რა შესაძლებლობას აძლევს თბილისის სასულიერო აკადემია მათ, ვინც დაინტერესებულია თეოლოგიის მიმართულებით დოქტორანტურაზე? დიახ, უპირველეს ყოვლისა მოგახსენებთ, რომ 5 მიმართულება არის სადოქტორო პროგრამებში, ეს ყველა თეოლოგიური მიმართულებაა, პატროლოგია, ბიბლიისტიკა, ეკლესიის ისტორია, ლიტურგიკა და კანონიკური სამართალი. წელს ჩვენ გამოცხადებული გვაქვს 2 მიმართულებით, ლიტურგიკის და ეკლესიის ისტორიის, საქართველოს ეკლესიის ისტორიის მიმართულებით მიღება. რითი არის საინტერესო ეს ჩამოთვლილი პროგრამები? მართლმადიდებლური თეოლოგია და სწავლება ყოველთვის ემყარება ცოდნისა და რწმენისა და ცოდნის ერთობლიობას. ეს ძალზე მნიშვნელოვანი რამ განხლათ, რომ როდესაც ჩვენი მკვლევრები აწარმოებენ
ძიებებს და მიმდინარეობს დაცვები, აქ აუცილებლად ჩართულია როგორც თეოლოგიური ასპექტები, ისე სამეცნიერო მიმართულებები საერო განხრით. ასე რომ გამოყოფილი ისე განცალკევებული არის და ამიტომ ერთობ საინტერესო ასე რომ ჩვენი სასულიერო აკადემია და სადოქტორო მიმართულება აგზელებს იმ უდიდეს საეკლესიო ტრადიციას, რაც რწმენისა და ცოდნის ერთობლიობას გულისხმობს. დიახ, გარკვეულწილად მიმართულებები ახსენეთ, გამოვიძინეთ თუ რა მიმართულებებზე იქნება მიღება, მაგრამ ასევე ვისაუბროთ მოთხოვნებზე, თუ რა მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ. დიახ. დოქტორანტურაში შემოსვლელებს მინიმუმ უნდა ჰქონდეთ მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი. ესე იგი, საბუთები და მოწმობა, უხოთ მაგისტრი აქ უნდა დააზუსტდეს, ეს უნდა იყოს ჰუმანიტარული მიმართულებით, ანუ მაგისტრის დიპლომი თეოლოგიის, ესე იგი, ეკლესიის ისტორიის, რელიგიური ისტორიის, რელიგიური კვლევების მიმართულებით. რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს ასევე დოქტორის სხვა მიმართულებით, თუ რა თქმა უნდა, სხვა მეგულისხმობ, ესე იგი, ისე ჰუმანიტარულს, უღოთ ეს მინიმალური მოწყობები, ანუ მაგისტრის თეოლოგიური მიმართულება უნდა კონდეს დამთავრებული და ასე შემდეგ, ნებისმიერი მიმართულების მაგისტრი თუ პირველი საფეხური ბაკალავრიატი მას ასევე აქვს დამთავრებული თეოლოგიის, რელიგიის ისტორიის, რელიგიის კვლევების, რელიგიაცოდნეობის მიმართულებით. ეს ორი აუცილებელი რამ გახლავთ. გარდა ამისა, ესე იგი, დოქტორანტმა გამოცდაზე მას მოუწევს ჩაბარება სპეციალური საგნის, რომელიც სპეციალობას აირჩევს, დაუშვეს პატროლოგია, იქნება ეკლესიის ისტორია და ასევე უცხო ენაში უნდა წარმოადგინოს ევროპული ენების, ინგლისური, ფრანგული, გერმანული და ესე იგი შეიძლება აირჩიოს რუსული, ახალი ბერძნული სერტიფიკატი B2 დონეზე. თუ ასეთი რამ არ არსებობს, მაშინ შიდა გამოცდები ჩატარდება და მას ესე იგი დაკმაყოფილების შემთხვევაში მიეცემა საშუალება. ესე იგი თავდაპირველად პიროვნება, რომელსაც სურთ ჩვენთან დოქტორანტურაში მობრძანება და სწავლის გაგრძელება, რექტორის სახელზე უნდა წარმოადგინოს მოთხოვნები. იქ უნდა იყოს ესე იგი წარმოდგენილი მიმართულება, რა თემა არის. შემდეგ აუცილებლად უნდა იყოს ჩამოყალიბებული სავარაუდო კვლევის მიმართულება მოგახსენეთ და ხელმძღვანელი. ხელმძღვანელის ესე იგი თანხმობა აუცილებელი გახლავთ. უნდა წარმოადგინოს მის მიერ არჩეული საკვლევო მიმართულების ფარგლებში პიროვნების მიერ გამოქვეყნებული ნაშრომები, ის იქნება სტატია, ბროშურა, წიგნი და ასე შემდეგ, რათა დარწმუნდეს მემღები კომისია, რომ მის მიერ არჩეული თემა ამ სტუდენტისთვის, მომავალი დოქტორანტისთვის არის ესე იგი საინტერესო და მიმართულება ემთხვევა. საბუთების მიღება იგეგმება მიმდინარე წლის 9-18 სექტემბერს. იქ ესე იგი რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ როგორც ხდება უმაღლეს სასწავლებლებში დიპლომი და დიპლომთან დაკავშირებული თან დათული მასალები, ფოტოსურათი, სამიოდე სტანდარტულია ყველაფერი. აუცილებელი ერთი გარემოება რაც უნდა აღვნიშნოთ, რადგან ეს ეკლესიის წიაღში მიმდინარეობს ეს სწავლება, მას უნდა კონდეს სულიერი მოძღვრის რეკომენდაცია აუცილებლად და ყველა ეს საბუთების ერთობლიობა ჩვენ საიტზე დევს და მას შეუძლია წარმოადგინოს. ასევე შეიძლება სხვა ქვეყნის მოქალაქე, რომელიც არის მართლმადიდებელი ქრისტიანი და ფლობს სათანადოდ ქართულ ენას, აი ასეთ შემთხვევაში მისი მიღებაც დაშვებული იქნება, მას კომისია განიხილავს და სათანადო მზაობის შემთხვევაში ხდება მისი ძალიან კარგი საშუალებაა. რამდენი წლიანია პროგრამა და როგორ არის იგი შედგენილი? დიახ. პროგრამა არის 3 წლიანი, რომელიც გულისხმობს ესე იგი 6 სემესტრს, აქედან 5 სემესტრი არის სასწავლო და უკვე ფაქტიურად უკვე მესამე სემესტრი დაუწყება დიპლომზე მუშაობა და იქ განსაზღვრული არის სათანადო
სემინარები გაწერილია ეს ყველაფერი პროგრამაში, სათანადო კოლოკვიუმების დაცვა, შემდეგ იქნება წინასწარი დაცვა და როდესაც ჩათვლის ხელმძღვანელი და ჩათვლის ესე იგი საბჭოს წევრები, ვინც ხებულობენ კოლოკვიუმებში და სემინარების შეფასებაში მონაწილეობას, იქნება წინასწარი დაცვა და ამის შემდეგ გადაწყდება გამოიტანონ თუ არა ეს ნაშრომი. ხო, სწავლა არის ქართულ ენაზე, ხა მიუხედავად იმისა, რომ დოქტორანტს მოეთხოვება ენის ჩაბარება და შემდეგ იქ აუცილებლად გააჩნია მიმართულებას, შეიძლება ლათინური, ძველი ბერძნული ან ახალი ბერძნული, ანუ ენების შესწავლის მიმართულებაც ჩვენთან არის უზრუნველყოფილი. სწავლა არის ქართულად და კიდევ ერთხელ აღნიშნეთ, რომ სწავლა არის უფასო სრული. დიახ, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რა გახლავთ, ნუ გავავსოთ ემას და ვიტყვი რომ სახელმწიფომ საშუალება მისცა წლევანდელი წლიდან და ჩვენ უკვე მე რამდენი წელია ყველა საფეხურზე, არა მარტო დოქტორანტურაზე, ბაკალავრიატში, მაგისტრატურაზე და დოქტორანტურაშიც. ესე იგი, მაინც რითი უნდა იყოს საინტერესო სასულიერო აკადემია. აქ თეოლოგიის დარგის შესანიშნავი გამორჩეული პიროვნებები ბრძანდებიან, მაგალითად აი პატროლოგიის მიმართულებით ბატონი ედი შერჭელიძე, რომელიც ცნობილია თავისი საოცარი პუბლიკაციებით, დიახ, საოცარი გამოცემებით ბიბლია პოლიგლოტა, თავიდან უნდა მეთქვა მეუფე იოანე გამრეკელი ბიბლიისტიკის მიმართულებით და სულ ყველა წარმომადგენელი, ესე იგი თითოეული ამ ხუთი ჩემი ერთ ჩამოთვლილი მიმართულების არიან უდიდესი გამოცდილების და რა თქმა უნდა სტუდენტს შეიძლება სიღრმისეულად აწარმოოს კვლევები, როგორც გითხარით, ცოდნისა და რწმენის საკითხებზე დაფუძნებით. ამბიძნა ლიტურგიკის მიმართულებითაც არის მიღება და ამ სპეციფიკაზეც რომ ვისაუბროთ თუ შეიძლება აღნიშნული მიმართულების. ორი მიმართულებით როგორც მოგახსენეთ, ეკლესიის ისტორია ორი მოდულია და არის საქართველოს ეკლესიის მიმართულებით არის გამოცხადებული და ლიტურგიკის მეც კათედრის წევრი გახლავართ, ლიტურგიის ხელმძღვანელობს ამ პროგრამას არქიდიაკონი მამა დემეტრე შესანიშნავი სპეციალისტი, თავისი დარგი ძალიან აღმამსოდნე, გამოცდილი, რომელმაც თითქმის ესე იგი სხვადასხვა ეკლესიების მათ შორის კათოლიკური ეკლესიების მსახურებათა მთელი სპექტრი კარგად უწყის და აი ჩვენ გამოვაცხადეთ წელს მიღება, რადგან ჩვენ ორი დოქტორანტი ყავს ამ ეტაპზე და საჭიროება არის კიდე ერთი დოქტორანტის მიღებისა, ისე რომ ფიქრობ, რომ ჩვენთან ვინც ესე იგი შემოიტანს განცხადებას და შემდეგ უკვე გახდება სტუდენტი, ფრიად დიდ გამოცდილებას მიიღებს. მე არ შეიძლება არ აღვნიშნო სადისერტაციო საბჭოს შექმნის შესახებ, რომელიც უკავშირდება უწმინდესა და მონიტარის ილია მეორის უდიდეს ღვაწლს, ერთ-ერთი ის გახლავთ, როდესაც ერთჯერადად შექმნილმა საერთაშორისო კომისიამ მართლმადიდებლური ქვეყნებიდან, რა თქმა უნდა, საშუალება მისცა 10 პიროვნებას თეოლოგიის დოქტორის ხარისხის დაცვისა, ამ 10 პიროვნებას სხვა დარგში უკვე თითქმის დაცული ჰქონდა სადოქტორო ნაშრომები და აი მათ შემდეგ დაემატა კიდევ რამდენიმე პიროვნებას სადისერტაციო საბჭოს და განსაკუთრებით მინდა პროტოპესტორი მამა გიორგის ზვიადაცის რექტორი, რომელიც წამდება რექტორი, რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებას საბაკალავრო დეტალებს არ შევეხები სამაგისტრო, განსაკუთრებით დოქტორანტურას აქცეს უდიდეს ყურადღებას და ამ მხრივ ჩვენი სასწავლებელი გამორჩეულია მოწესრიგებულობის თვალსაზრისით და მადლობა ამისთვის მამა გიორგის ზედაცის. კიდევ ერთხელ აღნიშნოთ, რომ ჩვენ წინადღეებში აღნიშნავდით, რომ ეს არის დიდი ხელშეწყობა და საშუალება აქ ცხოვრობი ადამიანებისთვის, იმიტომ რომ მანამდე ეს ვერ ხდებოდა საქართველოში და უწევდათ სხვაგან წასვლა, რომ დაიცვათ ეს ხარისხი და ამისთვის მართლაც მისი უწმინდესობა ახსენეთ მამა გიორგი და ყველა ძალიან იზრუნო ეკლესიამ, სინოდმა ყველამ, რომ მიცემოდათ საშუალება. მამბიძინა, ცხადია, ძალიან დიდი დრო, დიდი ძალისხმევა ჭირდება ადამიანს, რომ დაიცვას ეს დოქტორის ხარისხი, მოიძიოს ინფორმაცია, უნდა გავუსვათ ხაზი გარემოს და ხელშეწყობა სტუდენტისთვის აკადემიის მხრიდან. ესე იგი, კათედრები ყოველ მხრივ მზაობას გამოხატავენ. ესე იგი, ჩვენთან როგორც წესი, დოქტორანტი დაუშვათ ლიტურგიკის კათედრაზე მუშაობს და იცავს ამ მიმართულებით, მას შემხებლობა აქვს დოგმატიკის კათედრას და
ეკლესიის კანონიკური სამართლის ინტერდისციპლინარულად გამიხილოთ, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ თქვენ ნაშრომი, სადაც არ იყოს აიმე დოგმატური საკითხი და ამიტომ შესაბამის კათედრასთან არის. როცა ლიტურგიკას ახამბეხებით ეს დოგმატიკის კათედრასთან, ესე იგი ბიბლიისტიკის კათედრასთან კონსულტაციებს გადის და ეს ყველაფერი არის, ესე იგი ორგანიზებული. თავარი პირობა გახლავთ დოქტორანტის მოწადინება და მზაობა სასულიერო აკადემიიდან კათედრების არის ძალიან დიდი. ჩვენთან არის ესეთი პრაქტიკაც გარდა იმ განსაზღვრული სალექციო კურსისა ხელმძღვანელის, დოქტორანტის ხელმძღვანელი და თვითონ დოქტორანტის მოთხოვნით შეიძლება დამატებითი ლექციები ჩატარებული. ამას უზრუნველყოფს ჩვენი ძვირფასი მამა ცოტნე ჩხეიძე, რომელიც დღეს ობიექტური მიზეზის გამო ვერ მობზანდა, როგორც მუშა ფუტკარი ისე უძღვება ამ საკითხებს, ურთულესი სამუშაოა და ესე იგი ჩვენ მთელი პროფესურა ფოკუსირებული ვარ ზოგადად სტუდენტზე და რახან დოქტორანტურას ეხება დოქტორანტზე. თავარი არის მისი მონდომება და მოწადინება დოქტორანტის. ხელშეწყობა არის ყოველ მხრივ თავისი ძირითადი ლექციის სალექციო ბადის გარდა დამატებითი თუ მას ექნება ამის სრული საშუალება და კონსულტაციების ფართო სპექტრი. ჩვენ აღნიშნეთ, რომ არაერთი ადამიანმა დაიცვა უკვე დოქტორის ხარისხი აკადემიაში. რამდენად მოდიან მზად, რამდენად არის მათი ბაზა ესეთი საფუძვლიანი, რაზეც შემდგომ მოაშენებენ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ აღნიშნეთ, ეს არ არის მარტივი საქმე და არც ვინმეს ეგონოს, რადგან ეკლესია აქვს, ვინმეს რაღაც შემსუბუქება აქვს, ეს არის ძალიან მაღალი აკადემიური სივრცე, სადაც კი ბატონო, აბსოლუტურად ძალიან მაღალ პროფესიონალი პროფესორ-მასწავლებლები შესაბამის დონეზე მიმდინარეობს სწავლება. ესე იგი, პირველი ვინც სადოქტორო ნაშრომი დაიცვა ბატონი ირაკლი ორჟონია, შესანიშნავი ნაშრომი დაიცვა. მამა ცოტნე, რომელიც დოქტორანტურის ხელმძღვანელი ბრძანდება, მან შესანიშნავად დაიცვა მამა იოანე ბონდარენკო. ეს სამივე არის უკვე სადისერტაციო საბჭოს წევრები არიან, შესანიშნავი უმაღლესი ხარისხის და მაინც მაქვს სურვილი რომ გამოთქვა ჩემი მოსაზრება ერთ-ერთ დაცვას მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ბატონი როინ მეტრეველი ესწრებოდა და მან თავის სიტყვაში ბრძანა რომ ასეთი დონის დაცვები სამაგალითოა ყველა უმაღლესი სასწავლებლისთვის. მე მგონი ამით ყველაფერი თქვა. მადლობა მამაბიძინის საუბრისთვის, მობრძანებისთვის. ჩვენ შევახსენებთ მსმენელს, გვესაუბრებოდა გალათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი დეკანოზი ბიძინა გუნია. თირევდე ორგული შევგო, ჩვენ კვლავ დაგიბრუნდებით გადაცემის სხვა სტუმართან ერთად დაგვალვდით.
გრძელდება ერთსულოვნების დილა 6 ივლისს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში გაიმართება კომპოზიტორ კახა ცაბაძის საავტორო კონცერტი. საღამოზე გაჟღერდება კახა ცაბაძის კამერულ, ინსტრუმენტული და ვოკალური ნაწარმოებები, ასევე ინსტრუმენტული ნაწარმოებები ორკესტრის თანხლებით. კონცერტის ორგანიზატორია საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი და თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდა თავად კომპოზიტორი ბატონი კახა ცაბაძე. დილა მშვიდობის, გმადლობთ მომბრძანებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს დატვირთული გრაფიკი გაქვთ და გამნახეთ დრო და გვეწიეთ. მადლობა რომ თქვენ გაქვთ დატვირთული პროგრამა და რაღაცნაირად დრო მომუძებნოს. ბატონ კახა, გარკვეულწილად ვამცეთ საზოგადოებას თურიზმს მენა მოუწევს, როდესაც მობრძანდება ამარჩეულებრივ საღამოზე. რა თქმა უნდა გითხოთ მზადების შესახებ, როგორი არის წინა საკონცერტო პერიოდი და ვინ წარსდგება მსმენელის წინაშე. იცით რა, მზადების პერიოდი გადანაწილებულია თითქოს იქ ვოკალისტები კონცერტმაისტერთან ერთად მუშაობენ, იქ ჩასაბერები, ცალკე სიმები, ორკესტრი ვიწყებთ 4-ში რეპეტიციებს, იქნება საბავშვო მუსიკაც. ხო, და ორკესტრთან ერთად, ასე რომ სიურპრიზებიც იქნება. სხვათა შორის ერთ-ერთი სიურპრიზი მეცმელის, იმიტომ რომ მეც არ მინახია. მარიონეტების თეატრი არის არაჩვეულებრივი თეატრი, ჩართული და რა დადგეს ჩემს მუსიკაზე, მე თვითონაც ძალიან მაინტერესებს. იქნები. ასე რომ, და რაც შეეხება მონაწილეებს, ძალიან საინტერესო, ჩემთვის ძალიან ძვირფასი და ასაფასებელი ხალხია. გიორგი გაგნიძე იქნება მის შვილთან ერთად. გველესიანი სულხანი, ნატალია ქუთათელაძე, სტეფანიშვილი, ნათია ოპერის მომღერლე, ფირცხალაიშვილი, ანა მოგი ჩამოვა. ცაბაძეების კონცერტის სიმღერის გარეშე არ გამოვა, მაგრამ იქ საესტრადო სიმღერა არ იქნება და გოგა შავერზაშვილი, არაჩვეულებრივი იმპროვიზატორი, კომპოზიტორი, ჩემი მეგობარი, ჩემ სიმღერებზე გააკეთებს რაღაც ფანტაზიას, ესეც სიურპრიზია იქნება. სანდრო გეგეჭკორი იქნება, არაჩვეულებრივი გოგოები, ლიზი რამიშვილი, მარია მობოლაშვილი ჩამოდის, ირაკლი ევსტაფიშვილი დაუკრავს ფლეიტის კონცერტს, ვოკოლიშვილი, თამარ ბარდაველიძე თორე ჩამოდის თურქეთიდან. კონცერტმაისტერები იქნებიან ვიქტორია ჩაპლინსკაია, ნათია ბერაია, დათუნა ალადაშვილი და როგორც გითხარით, ხა აწლედის მოწაფეები იქნებიან, იმიტომ რომ საბავშვო მუსიკას სამბოლო პერიოდში საკმაოდ დიდ დროს უთმობ, რადგან უფროსებმა ცოტა არ იყოს პოლიტიკაში გადავინაცვლეთ და პატარები დაგვავიწყდა. ნუ ორკესტრი იქნება თბილისის კონცერტინო. და დირიჟორი იქნება ჩემი მეგობარი, არაჩვეულებრივი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი. როცა შემოქმედი ბრძანდებით ახლა ის მუსიკა რაც უნდა მოისმინოთ, თქვი სიურპრიზი იქნება, მაგრამ ქმნით, უსმენთ, აკეთებთ პროცესია ხო თქვენი. მაგრამ აი რა შექმნება, როცა ეს ყველაფერი უკვე საჯარო ხდება, ყველამ უნდა მოისმინოთ და თქვენც უნდა უყუროთ და შეიძლება სხვა თვალით შეაფასოთ. რა მომი რა შექმნება ეს? თითქოს თქვენია კი არა, თქვენია აბსოლუტურად, მაგრამ იმ მომენტში უკვე თქვენი და მაყურებლის უნდა გასაგებია მსმენელის. იცით რა, თავიდან როცა აკეთებ იდეის სახით, როდესაც მოდის ეს ყველაფერი, აკეთებ შენთვის, შენ სათქმელს. მე სულ ამბობ ხოლმე, ბავშვები ხო ხატავენ, ყველა ბავშვი ხატავს, მაგრამ ხატვარი ყველა არ არის, ხო? ასევე არის ხატვარი გადმოსცემს თავის ნახატით, კომპოზიტორი მუსიკით. წერალი თავის ნაშრომით. მე ჩემს სათქმელს ვამბობ მუსიკით და მე მსმენელმა როგორ აღიქვა. სულ ამბობ ხოლმე, რომ მეცნიერება არის რაღაც დასკვნებს იძლევა და ხელოვნება კითხვებს სვამს. ასე რომ მე რაღაცა კითხვებს დაუსვამ ჩემს მსმენელს და მსმენელი რა პასუხს გასცემს ამ კითხვებს, ისე საინტერესო პროცესია. სხვათა შორის ერთი ძალიან დიდი თვისება აქვს სწორედ ამ საჯარო შესრულება. ძალიან ბევრ შენს პლუსსაც თავისთავად, მაგრამ ბევრ მინუსს ხვდები. სხვა თვალით უყურებ? სხვა თვალით უყურებ. აი დროის თვალსაზრისით, ნაწარმოების მასშტაბის, ვთქვათ, აი ძალიან ბევრ რაღაცას პოულობ ხოლმე და იმიტომა მე მეორე რედაქცია, მესამე რედაქცია და ესე რომ აკეთებენ, აი მაქედან გამომდინარეა. დასეყალიბდება შედევრი თავისთავად და ის ღირებული მუსიკა ხო თავისთავად. შედევრი. როს უძლებს, ასე ვთქვათ.
ბატონო კახა, ყოველთვის აღსანიშნავი არის ის ფაქტი, რომ არ მხოლოდ საქართველოში და ქართველი მუსიკოსები ასრულებენ ამ თუ იმ თქვენს არაჩვეულებრივ ნაწარმოებებს, არამედ საზღვარგარეთაც ძალიან ხშირად ხვდებით ხოლმე თქვენ სოციალურ ქსელში განსაკუთრებით, რომ მე თბილისში ვთქვათ და ისინი თურქეთში, გერმანიაში და ასე შემდეგ სხვადასხვა ქვეყნებში. რამდენად არის შესაძლებელი საომავლოდ ხომ არ გაქვთ დაგეგმილი, რომ უცხოეთშიც გამართოთ კონცერტი? საომავლოდ არ ვიცი, მაგრამ აი ამერიკიდან ჩამოდიან და 6 ივლისს ზუსტად იმ საღამოს აქვთ კონცერტი კონსერვატორიაში. კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ასე რომ მე და ჩემი მუსიკა უცხოელებთან ერთად ვერ შევხვდით ერთმანეთს. ვერ გადავიკვეთეთ, იქაც უკრავენ ჩემ რაღაცებს და მაგრამ მე კონცერტი მექნება და ჟანრობრივად დატვირთული იქნება 6 ივლისის საღამო, როგორც აღნიშნეთ, აქ იქნება ასევე საბავშვო მუსიკაც. საბავშვო მუსიკაც რა მინდა რომ რაღაცა ყველა სფერო, ყველა თაობას, ყველა გემოვნების ადამიანს. ну რა თქმა უნდა გემოვნება ცოტა ხო ის თემა რომელზეც ვერასდროს შევიერთდებით, მაგრამ თქვენი ხედვით გინათ რომ ყველას შეეხო და ყველას მიუძღვნა ეს ჩემი საღამო. ჩართული რამდენად ხართ? აი თავიდანაც დავშთით გარკვეულწილად, მაგრამ თქვით რომ რაღაცა სიურპრიზული იქნება. ხართ რომელ ავტორების კატეგორიას მიეკუთვნებით, რომ ყველაფერს უსმენს, ყველაფერი უნდა გაიგოს, ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც მას და აძლევთ თავისუფლებას. სიმართლე თქვა. მაგისთვის მე მივეკუთვნები იმ კატეგორიას ავტორებისა, რომლებიც დაწერის დროს არიან ბედნიერები. აი მე უკვე ხანდახან ისეთ ინტერპრეტაციას მოისმენ ხოლმე შენი ნაწარმოების, რომ შენი აღარ გგონია. ავტორი ასე რომ მაგაზე კარგი ის აქვს მოყოლილი მიხეილ თუმანიშვილს, რომ თურმე ტრიაშვილზე რომ მუშაობდა, აიდო ტრიაშვილის ფოტოწინ მაგიდაზე და რომ მუშაობდა ვერსიებზე უყურებდა რომ თუ ესე შემოერტყა ხელიო გავჭირდები და ხანდახან შეიძლება აკარგი შემოერტყა ფოტოსთან კარგია მუშაობა, იმიტომ რომ რაღაც გარკვეული გარანტიები ხელის არ შემორტყმის გააქვს და ისე ცოცხლად ცოტა რთულია. თავად როდესაც მუსიკას ქმნით იგივე თუნდაც ბავშვების რეპერტუარზე ხო თავარი სათქმელი ის რაც გაქვთ როგორც ცდილობთ რომ გადმოსცეთ და რა არის ის თავარი სათქმელი სწორედ რასაც მუსიკის მეშვეობით ცდილობთ რომ გადასცეთ მაყურებელს მსმენელს თქვენს გულშემატკივრას. ნუ ხა საბავშვო მუსიკას ვამბობ ხოლმე რომ ისე უნდა იცხოვრო და ისეთი იყო როგორცაც ბავშვები გხედავენ. იმიტომ რომ ბავშვებს არაფერი არ ეშლებათ. ვერ ამღერებ ძალით, ვერ დააკვრევინებ, ვერ მოაწონებ ვერაფერს. ასე რომ ეს აქეთ ხარე ცოტა ესეთია. მერი დავითაშვილს აქვს არაჩვეულებრივი გამონათქვამი. საბავშვო მუსიკა უნდა წერო ისე როგორც უფროსებისთვის, ოღონდ ცოტა უკეთო. რა შეეხება ხა უფროსებს რა გითხრით. რა სიტუაციებთ ხოლმე, როდესაც საბავშვო მუსიკას ქმნით ბატონო კახა? იცით რა, ვითვალისწინებ ქართულ სულს და რატო რამ გამიჩინა ეს აზრი. მე კომპოზიციას ვასწავლი ერთი პერიოდი 10 წლებში, ნიჭიერთა 10 წლებში და მოქონდათ სულ რაღაცა ესეთი რუსული დაბოლოებებით, რუსული კილოკავით მუსიკა. და მე მივხვდი რომ ეს არის ის დამსახურება ჩვენს ნიკოლაევის დავსწავლობდით სანოტო კრებულიდან დაწყებითი და დღესაც იქიდან სწავლობენ ბავშვები და გონიათ რომ მუსიკა არის ის გავლენა ხო რომ გონიათ რომ აი ესე გუსი გაგაგა და რაღაცები არის გადატანილი ფორტეპიანოზე და გონიათ რომ ეს არის და ამიტომ ძალიან ბევრი დაწყებითებისთვის გავაკეთე ძალიან ბევრი იმიტომ მინდა რომ რაღაც ქართულ ჰარმონიას ქართულ მელოდიკას რაღაცა ფოლკლორსაც ციტირება არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ მაინც რაღაცა ქართულ სულს ვდებ, იმიტომ რომ შეიძლება უფრო მეტად ვფიქრობ საბავშვო მუსიკის დროს ამ თემაზე, ვიდრე უფროსებისთვის. იმიტომ უფროსებს მაინც უფრო სხვა ხედვა აქვთ ყველაფერი და ბავშვებში გასავითარებელია ეს თემა. ძალიან საპასუხისმგებლოა ალბათ, იმიტომ რომ ერთგვარად თქვენ ახლა ძალიან კარგი მაგალითი მოიყვანეთ, საბავშვო მუსიკა, კარგი მუსიკაზეა საუბარი. ხო რაღაც მის გემოვნებას აყალიბებს, მის ხედავს აბსოლუტურად და ნამდვილად ძალიან საფრთხილო და საპასუხისმგებლოა ნამდვილად. შეიძლება საბოლოო ჯამში საერთოდაც არ გააგრძელოს ეს გზა, ასე ვთქვათ, მაგრამ
ჩამოყალიბდეს კარგ მსმენელად, რაც და შეფასებლად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ხელოვანი ადამიანისთვის. რა თქმა უნდა, ეს ითით რა, ვინც მუსიკას ეზიარება, ეს სტატისტიკურად არის ცნობილი, რომ კრიმინალში ნაკლებად არიან ჩართული ის ხალხი, ვინც აი მუსიკალურ სამყაროში ოდნავ მაინც გაუuliert ასე. ისევ საღამოს დავუბრუნდეთ, შევახსენოთ კიდევ ერთხელ ჩვენს თემას, სად როდის გაიმართება და ნუ დანჩენზე შენერზე დაახლოებით მოვისმინეთ ზოგიერთ თქვენსაც სურპრიზი ყოფილა. დანჩენ დავუტოვოთ სვენელს. ესე იგი 6 ივლისს რუსთაველის თეატრში დიდ სცენაზე გაიმართება ჩემი საავტორო საღამო. ორშაბათს დღეს, იმიტომ თეატრებს ყველას ორშაბათს ძალია უცხო ხალხის მისაღებად. 7 საათზე საღამოს 19 საათზე. საღამოს 7 საათზე. ანუ მონაწილეებზე ვისაუბრეთ. ბილეთები ნაკლებად, იმიტომ რომ მოსაწვევები ძირითადად ალბათ იმდენი მოსაწვევები. არა, მარტო მე არა, იქ მონაწილეებს სჭირდებათ, ვთქვათ, იგივე კულტურის სამინისტროს, მერიას, ხარდამჭერებს. მადლობა, წარმატებას გესურვებთ. დიდი მადლობა. დარწმუნებული ვარ, რომ მშვენიერი საღამო ველოდებათ ორშაბათს მათვინც რუსთაველის თეატრში. დიდი მადლობა, კომპოზიტორი კახა წაბოძე საუბრებოდა და ჩვენ კი ვასრულებთ გადაცემას. შვიდობენ პარასკევს ასიამოვნო შაბათ-კვირას გესურვებთ და ორშაბათს დილას გელოდებით ეკრანებთან. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის. ბედნიერი შაბათ-კვირა.